მარტინ პესკადორი არის ფრინველი, რომელიც გონია, რომ ზღაპრიდანაა გამოსული, მის ნათელ ფერებსა და ლამაზ ქცევას აქვს უნარი დაინტერესდეს დამკვირვებლებისგან მთელ მსოფლიოში. თუ ფიქრობთ, რომ ფრინველების შესახებ ყველაფერს იცნობთ, მოიმზადეთ, რადგან ეს ბუნების პატარა საოცრება ბევრად მეც გვიხსნის, ვიდრე მხოლოდ მისი გასაოცარი გარეგნობა. დავიწყოთ პირდაპირ მნიშვნელობით მარტინ პესკადორის სამყაროში ამოწმებამდე მის საგნებსა და გარკვეულ უკვირვებებს, რომელიც შეიძლება არასდროს წარმოგედგინოთ. იცოდით, რომ მარტინ პესკადორების 90-ზე მეტი სახეობა არსებობს მთელ მსოფლიოში. დიახ, ეს ფრინველები განლაგებულები არიან ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. თითოეულ სახეობას აქვს საკუთარი თავისებურებები, თუმცა ყველა მათგანი იზიარებს შესანიშნავი უნარს თევზაობისას. და როგორც სახელი ჰქვია, ისინი ამ ხელოვნებაში შეჯიბრების მეფეები არიან. მაგრამ თევზაობა არ არის მხოლოდ გადარჩენის საკითხი, ის ერთგვარი შოუა. წარმოიდგინეთ სცენა, მარტინ პესკადორი, მისი ნათელი ფრთებით ატარებს ჰაერში, ფოკუსირებულია მიზანზე. შემდეგ სწრაფად და სწორად ის ჩაძირდება წყალში და იშლება თევზის წვერზე. ეს გონია, რომ ფრინველი წყლის ოლიმპიური სპორტსმენი იყოს. რა ხდის ამას კიდევ უფრო შთამბეჭდავს, ეს არის სიზუსტე. კვლევები აჩვენებს, რომ მარტინ პესკადორი აქვს მაღალი განვითარებული მხედველობა, რომელიც შეუძლია გამოყოს წყლის შუქის გამრეცხვა. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც თევზის მდებარეობა წყალში დარღვეული იყოს, ის იშვიათად ამარცხებს მიზანს. ეს უნარი წარმოადგენს ევოლუციის შედეგს ათასწლეულების განმავლობაში, რომ სრულყოფილად მოერგოს წყლის გარემოს. მაგრამ მარტინ პესკადორი არ ცოცხლობს მხოლოდ თევზებით. სახეობის და ჰაბიტატის მიხედვით მას შეუძლია შეჭამოს მცირე კრუსტაცეები, მწერები და ასევე ამფიბიები. ეს საკვები მრავალფეროვნება უზრუნველყოფს მის გადარჩენას სხვადასხვა გარემოში, იქნება ეს მდინარეები, ჟღავნებს ან ტროპიკული ტყეები. და ჰაბიტატზე საუბრისას იცოდით, რომ ზოგიერთი მარტინ პესკადორი. აქ არის ერთ-ერთი, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ, ზოგიერთი კულტურა მიიჩნევს, რომ მტაცებელი მფრინავი არის იღბლისა და ჩქაის სიმბოლო. მაგალითად, ბერძნულ მითოლოგიაში არსებობს ლეგენდა ალციონის შესახებ, რომელიც ღმერთებმა მტაცებელ მფრინავში გადააქციეს. ეს ლეგენდა გახდა გამოხმაურება ალციონის დღეები, რომელიც შეესაბამება ზღვის სიმშვიდის პერიოდს. მტაცებელი მფრინავის მიერ არა მხოლოდ თევზების, არამედ ადამიანის წარმოსახვის გადამეტების საოცრება ნამდვილად განსაცვიფრებელია. და ბოლოს მინდა რომ თქვენ წარმოგიდგინოთ მომენტი მშვიდ მდინარეზე. მზე ბრწყინავს და წყლის ნაკადი წყვეტილია მეწურმაღისალისა და ლურჯისა ფერის შუქების მიერ. მტაცებელი მფრინავის სრულქმედებაში გვახსენებს, თუ როგორ შეიძლება ბუნება იყოს ერთდროულად სასიამოვნო და ძალაუფლოვანი. ეს ფრინველები გვასწავლიან ზუსტობას, მდგრადობას და უპირველესად სიცოცხლის სილამაზეს ყველა მის ფორმაში. ნუ გეშინიათ იმაზე ფიქრი, თუ როგორ ხდება მტაცებელ მფრინავზე ასეთი ეფექტური თევზჭერა? მისი უნარი მხოლოდ ინსტინქტით არ არის გათვალისწინებული, თითოეულ ხელოვნურ დაშვებას სჭირდება ბევრი მეცნიერება. ეს ფრინველი აღჭურვილია განსაკუთრებული ადაპტაციებით, რომლებიც მას აძლევს სპეციალისტად დარჩენას აკვატორულ მტაცებელებში. ერთ-ერთი ამ ადაპტაციიდან არის ვარდისფერი გრძელი პირი. იგი წვეტია, გახლეჩილი და დაუჯერებლად ჰაეროდინამიური, რაც წყალში შესვლის დროს დარტყმას ამცირებს. თითქოს მტაცებელი მფრინავი აქვს სპეციალურად შექმნილი ბუნებისგან თავისი მთავარი საქმიანობისთვის. ერთ-ერთი საინტერესო მომენტია ფრენა. მტაცებელი მფრინავი ფრენის მწვერვალზეა, მას შეუძლია სტატიკური ფრენა, იგივე ჰაერში დაჯდომა.
იგი იყენებს მის სწრაფ და ძლიერ ფრთებს ჰაერში დარჩენისთვის, რაც საშუალებას აძლევს ყურადღებით დააკვირდეს წყლის ქვეშ სანამ ჩაძირულება. ეს მოძრაობა საჭიროებს გამორჩეული კოორდინაციას, ხოლო ფრინველების უმეტესობა ვერ ახერხებს ასე ეფექტურად. ასევე, მტაცებელი მფრინავი აქვს ექსტრემალურად სპეციალიზირებული თვალები. ეს თვალები ადაპტირებულია როგორც ძლიერ სინათლეში, ასევე წყალში დანახვაზე. განსხვავებით ადამიანებისგან, რომლებიც უნდა გაიღონ ფოკუსი, მტაცებელი მფრინავი აკეთებს ამას დაუყოვნებლივ. ასევე, მას აქვს ნიქტიტა მემბრანა, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ მაღალწყლიან მარკეტინგულ ოკლუსის მსგავსი, რომელიც დაიცავს თვალებს ჩაძირულებისას. ამ თვალის დაკვრებისა და დაცვის კომბინაციით, მას პრაქტიკული არ აქვს სერიოზული კონკურენცია. მტაცებელ ფრინველების მრავალფეროვნება ასევე მაცდუნებელია. ზოგიერთი მათგანი ცხოვრობს ტროპიკულ ტკბილ ჭაობებში, მაშინ როცა სხვები ცხოვრობენ კონტინენტალურ კლიმატში ან ნახევრადცველი რეგიონებში. ეს ხაზი გამოხატავს ფრინველების გამორჩეულობის არსებობას. თითოეული სახეობა ეხმარება მუდმივად განვითარებას იმისთვის, რომ უმჯობესდეთ. მაგალითად, ზოგიერთი ამინდი ნაკლებად დინამიურ მდინარეებზე უკეთესად ზრდება, ისევე როგორც სხვები აღმოფხვრიან მძიმე სარდაფებს. შენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფრინველები მოქმედებენ ეკოლოგიურად. მტაცებელი მფრინავი დაჰყოვნდება ეკოსისტემების წყლის ჯანსაღობის მაჩვენებელ. მისი არსებობა მაჩვენებს იმას, რომ წყალი სუფთაა და არსებობენ მდიდარი წარმოსახულები. როცა ეს ფრინველი გამქრალდება ერთი რეგიონიდან, ეს შეტყობინება იმისა, რომ გარემოში რაღაც არასწორია. ისინი სწორედ მაგრები ბუნების მეხათიანი ხალხია. კატები, კაცობრიობის მაცდური და საიდუმლო პარტნიორები, fascinating და მნიშვნელოვან ისტორიას ატარებენ ჩვენს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ მათი ზომა პატარაა, ეს ფელინები კარიზმისა და სირთულეების თვალსაზრისით გიგანტები არიან. იცოდით, რომ შინაური კატები ათასობით წელია არსებობს. ისინი მეფობდნენ ძველ ეგვიპტეში როგორც დაცულობის და სასოფლო-სამეურნეო სიმბოლოები. მაგრამ ამ განუმეორებელ წარსულის გარდა უამრავი საინტერესო ფაქტი არსებობს, რაც კატებს კიდევ უფრო აღფრთოვანებს. პირველ რიგში ლაპარაკი დაიწყოთ კატების უნიკალურ ქცევაზე. მათ აქვთ ისეთი ჩვევები, რომლებიც პირველივე შეხედულებაში უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ თითოეულს აქვს ევოლუციური მიზეზი. მაგალითად, ჩვენი ფეხების ქვეშაფრობით არ არის მხოლოდ ერთ-ერთი შეყვარებული ჟესტი, არამედ ტერიტორიის მარკირების ფორმაც. როდესაც კატა სახეს გაისვრის თქვენზე, ის ფერომონებს კრის, რომლებიც ამბობენ, თქვენ ჩემი ხართ. საოცარია, არაა. მეორე საინტერესო ასპექტი არის რონრონი. კატების მიერ გაკეთებული რბილი და უწყვეტი ხმა არ არის მხოლოდ ბედნიერების ნიშანი. კვლევებმა აჩვენა, რომ კატები რონრონებენ მაშინაც, როდესაც შეშინებულები არიან ან თუნდაც ტკივილი აქვთ. ამის მიზეზი ისაა, რომ რონრონის ხმა მკვდრო ეფექტს აქვს, როგორც მათთვის, ასევე მათთვის, ვინც გარშემო იმყოფება. საოცარი რამ, რომ რონრონის სიხშირე შეიძლება დაეხმაროს ძვლებისა და ქსოვილების განკურნებაში. წარმოგიდგენია, რამდენი მკურნალობის ძალა ერთ უბრალო ფელინში. რაც შეეხება კატების თვალებს, ისინი ბუნების ნამდვილი შედევრები არიან. თქვენ არ გამოგიჭირავთ, როგორ ვიწროვდება მათი მოწინააღმდეგეები ვერტიკალურად. ეს არ ხდება შემთხვევით. ეს ადაპტაცია საშუალებას აძლევს კატებს სწრაფად დააკორექტირონ ხედვა სხვადასხვა სინათლის პირობებში, რაც მათ დიდ მაცდურად ხდის, დღის და ღამის საათებში. ამასთან მათი უნარი დაინახოს დაბალ სინათლეში, ერთ-ერთი უნარი აქვთ თავიანთი ველური წინაპრებისგან, რომლებიც გვჭირდებოდნენ მონადირისთვის ღამის ცერემონიაზე. მონადირეზე საუბრისას, შიდა კატებს ასევე აქვთ ძლიერი მტაცებლური ინსტინქტი. სწორედ ამიტომ უყვართ ისინი თამაშობებზე, რომლებიც უჭერთ მსხვერპლს, როგორიცაა მატლები ან ფარფლები. სინამდვილეში, ყოველი ნახტომი და სტრატეგიული მოძრაობა ამ თამაშებში მონადირების ტაქტიკის ასახვაა. საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი კარგად იკვებებიან, კატები კვლავაც მონადირებენ პატარა მწერები ან სხვა ცხოველები. ეს ხდება, რადგან მონადირება უფრო მეტად ინსტინქტის და გასართობი ვიდრე მშიერზეა.
ახლა დაფიქრდით, რატომ უყვართ კატებს ტარები? ეს ქცევა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საკითხია კატების მოყვარულებს შორის. ახსნა დაკავშირებულია უსაფრთხოების საჭიროებასთან. ტარები უზრუნველყოფენ დახურულ სივრცეს, სადაც ისინი დაცულად გრძნობენ თავს და შეეძლებათ გარემოს დამკვირვებლობა იმის გარეშე, რომ მათ დათვალონ. ეს ქცევა იწყება იმ დროიდან, როდესაც მათ საჭიროება ჰქონდათ დამალვაში მტაცებლებისგან ბუნებაში. და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი არის კატების ენა. მას აქვს ბამბის ფორმის პაპილები, რომლებიც ეხმარებიან თმის გაწმენდაში და საკვებზეც. ეს სტრუქტურები ხდის კატების ენას უხეშს შეხებაში, თითქმის როგორც წყარო. ეს აუცილებელია მათი შესანიშნავი ჰიგიენისათვის, რადგან ისინი 30 დროის განმავლობაში იჯდებიან. ეს ჩვევა არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ სუფთა დარჩნენ, არამედ სხეულის ტემპერატურის რეგულირებისთვის. ასევე კატები ძალიან მდიდარი კომუნიკაციით. მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლიანი ხმა ყველაზე ცნობილი ხმაა, იგი თითქმის ყოველთვის გამოიყენება ადამიანებთან კომუნიკაციისთვის. ერთმანეთში კატები უმეტესად ენდობიან სხეულის ენის გამოყენებას, როგორიცაა კუდის მოძრაობა და სახის გამოხატულებები. საინტერესოა არაა. თითქმის ისე, თითქოს ისინი განვითარებულიყვნენ სპეციალურ ლაპარაკს ჩვენს შორის საუკუნეების განმავლობაში. და რა თქმა უნდა, დავილაპარაკოთ კატების ფუტკების შესახებ. კატების ტერფების რბილი ბამბები მხოლოდ საყვარელია. ისინი ასევე მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ, როგორიცაა გავლენა ორთქლზე, როდესაც ნახტომებს აპირებენ და დაგვიანების დაცვაში. და გარდა ამისა, ფუტკების ასევე შედის ჯირკვლები, რომლებიც უშვებენ სუნს, რათა ისინი დატოვონ უხილავი ნიშნები. მეორე საინტერესო ფაქტი არის ის, როგორ ადაპტირდნენ კატები ურბანულ ცხოვრებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცხოვრობენ აპარტამენტებში ან სახლებში, რომელთაც გარეთ გასასვლელი არ აქვთ, ისინი ახერხებენ შექმნან შემოქმედებითი გზები ფიზიკური აქტივობისთვის და გასართობად. სათამაშოები, დაფები და თუნდაც ფანჯრიდან თვალყურის დევნება საკმარისია ამ პატარა მკვლევარების გონების სტიმულირებისათვის. ამიტომ გარემოს გაჯერება აუცილებელია შინაური კატების კეთილდღეობისთვის. ახლა ვნახოთ ნაკლებად ცნობილი მახასიათებელი, კატების საოცარი ადგილის პოვნის უნარი. იცოდით, რომ ბევრი კატა შეძლებს დაბრუნდეს სახლში, თუნდაც ბევრი კილომეტრის დაშორებით? მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის სრულად გაგებული, ითვლება, რომ ისინი იყენებენ ვიზუალურ, ნოსვით და ხანდახან მაგნიტურ ნიშანწყობებს დასაფიქრებლად. ეს ხსნის, რატომ არის ისეთი ისტორია ხშირად, როცა კატები, რომლებიც დაბრუნდნენ მათ მეპატრონეებს წლების შემდეგ. კატებს ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაში. კვლევები აჩვენებენ, რომ კატის მოფერება ამცირებს სტრესის და შფოთვის დონეებს. კატას საწოლში ან თამაშში ყურების უბრალო აქტი არის მყუდრო და მომდევნო კომფორტის განცდის მომტანი. არაა გასაკვირი, რომ მრავალი ადამიანი მიიჩნევს კატებს ოჯახური წევრებად. და ბოლოს, არ შეგვიძლია არ ვახსენოთ თითოეული კატას უნიკალური პიროვნულობა. ზოგი უფრო დამოუკიდებელი და შეკრულია, ზოგი კი ძალიან სოციალურად და მზრუნველი. ეს განსხვავება მორალზე ხდის თითოეულ კატას განსაკუთრებულს თავისი გზით. და სწორედ ეს არის ის, რაც მათთან ერთად ცხოვრების დაჩერებას ხდის ასე მდიდარ გამოცდილებად. არასდროს ვიცით რა ველოდოთ, მაგრამ ყოველთვის გამორჩეულები ხდებით სიყვარულის ჟესტებით ან სახალისო მომენტებით. მეორე საოცარი მხარეა კატების ხმაების ამოცნობის და მათ სახეებთან დაკავშირების უნარი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვგრძნობთ მათ არაინტერესირებულად, კვლევები ადასტურებენ, რომ კატები შეუძლიათ გაარჩიონ თავიანთი მეპატრონის ხმა სხვა ხმებისგან. ეს უნარი აძლიერებს კავშირის დამყარებას მათ ადამიანებთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ კარგავენ საკუთარი დამოუკიდებლობის თვისებას. უფრო მეტიც, კატები ენერგიის ეკონომიის ოსტატები არიან. ისინი ძილში 12-16 საათს ატარებენ დღე-ღამეში, რაც ჩვეულებრივია იმ დროს, როდესაც მათ ენერგიის შენახვა სჭირდებოდათ მონადირებისთვის. თუმცა მყარად დასვენებულები, კატები ყოველთვის ყურადღებით არიან გარემოს მიმართ. მხოლოდ მცირე ხმა ან საეჭვო მოძრაობა საკმარისია მათ გასაუძებლად, გზა და ამოქმედებისთვის. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი არის კატების ჩიპები, ან ვიბრაციები, რომლებიც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ესთეტიკური დეტალი. ამ სენსორული თმები ეხმარება კატებს გაზომონ სივრცეები, აღმოაჩინონ ჰაერის წნევის ცვლილებები და ისიც კი შეამჩნევენ ახლო ვიბრაციებს. ამიტომ არასდროს გაატეხოთ კატას ჩიპები, რადგან ეს შეიძლება დააბნიოს და დიდ უსიამოვნებას გამოიწვიოს. ბოლოს, მოდით ვლაპარაკოთ იმის შესახებ, როგორ გავლენაა კატების კულტურაში მრავალი საუკუნის განმავლობაში. ისინი შთაგონებას აძლევდნენ მხატვრებს, მწერლებს და კინემატოგრაფებს და მათ გადაქვთ განსახიერებული ავთენტური გმირები. ძველი ეგვიპტის იდუმალ კატებისგან დაწყებული, ინტერნეტში პოპულარული კატების მემეები მდგრადად მოიპოვეს უნიკალური ადგილი ჩვენს გულებში და ისტორიაში. ეს ასპექტები გვიჩვენებს, თუ რამდენად განსაკუთრებულნი არიან კატები, რომლებიც მისტიკური, ინტელიგენტური და მომხიბლავი კომბინაციით ქმნიან არა მარტო დაუმთავრებელი ინტერესით. ისინი ყოველთვის გვაოცებენ, ამტკიცებენ, რომ როდესაც კატებზეა საუბარი, ყოველთვის რაღაც ახალია, რაც უნდა აღმოვაჩინოთ.
ამიტომ, როდესაც შემდეგი ჯერზე გაოცდებით თქვენს კატას, გახსოვდეთ, რომ იგი ატარებს ათასობით წლის ისტორიასა და საოცარ ადაპტაციებს. ეს პატარა ფელინები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შინაური ცხოველები. ისინი ჭეშმარიტი თანამოძმეები არიან, რომლებიც სავსე არიან საიდუმლოებებით და მომხიბლაობით, რომლებიც არასდროს გტოვებენ გაოცებულებს.